ჩინური ჩატბოტის DeepSeek-ის მიმართ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას გაუჩნდა ეჭვი, მათ შორის პირველი იყო იტალია, რომლის მონაცემთა დაცვის სამსახურმაც გადაწყვიტა, რომ დროებით დაებლოკა DeepSeek-ის, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა. ასევე არის ბელგია, ირლანდია და საფრანგეთი და ასევე ამერიკის შტატი ტეხასი, სადაც სამთავრობო მოწყობილობებზე DeepSeek-ის გამოყენება აიკრძალა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემებს ინახავს ჩატბოტი DeepSeek და როგორც კომპანიაში აცხადებენ, DeepSeek ინახავს სამი ტიპის ინფორმაციას. ეს არის პირდაპირ მიწოდებული ინფორმაცია, როგორც არის მაგალითად სახელები, ელექტრონული პოსტის მისამართი და ასევე ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია, მაგალითად IP მისამართი და ასევე ისეთი ინფორმაციები, როგორც არის მაგალითად Google-დან და Apple-დან შეგროვებული Google-ის და Apple-ის ანგარიშების მონაცემებიც და ეს ინფორმაცია იქნება შენახული იმდენ ხანს DeepSeek-ის ანგარიშზე, რამდენ ხანსაც იქნება შესაძლებელი და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება იყოს გადაცემული მესამე პირზე, სახელმწიფო უწყებებზე, ასევე ანალიტიკური კომპანიებისთვის და სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც და თუმცა DeepSeek არ არის ერთადერთი ჩატბოტი, რომელიც მსგავსად იქცევა, მაგალითად მათ შორის არის OpenAI-ის ChatGPT-იც, რომელიც მწვავედ გააკრიტიკეს ევროკავშირის ქვეყნების მონაცემთა დაცვის სამსახურებმა. OpenAI დააჯარიმეს კიდევაც მონაცემთა დაცვის და სხვადასხვა პრობლემების გამო და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციები ევროპელებს აძლევს საკუთარ მონაცემებზე წვდომის საშუალებას, გარკვეული კონტროლის საშუალებას, მათ შეუძლიათ რომ მაგალითად ეს მონაცემები ან წაშალონ ან დაამუშავონ, თუმცა DeepSeek-მა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის სამსახურს ვერ მისცა მსგავსი პირობა, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ მათ შესახებ ინფორმაციის დამუშავება ან წაშლა და ყველაზე მეტად რაც აღელვებთ ევროკავშირში არის ის, რომ DeepSeek ინფორმაციას ჩინურ სერვერებზე ინახავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩატბოტი ინარჩუნებს კომერციულად გონივრულ, ტექნიკურ, ადმინისტრაციული და ფიზიკური უსაფრთხოების ზომებს იმისთვის, რომ ყველაფერი შეინახოს ჩინეთში და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გადასცეს სხვა შესაბამის ორგანოებს და ასევე ევროპული მონაცემთა დაცვის სააგენტოები ამბობენ, რომ DeepSeek-ისთვის არ არსებობს არანაირი სამართლებრივი დებულება იმის შესახებ, თუ რატომ არსებობს, რატომ ინახება ყველაფერი ჩინურ სერვერებზე და რატომ არ რჩება მაგალითად ეს ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში, თუ საქმე ეხება ევროკავშირის მოქალაქეებს და 2024 წლის კიბერთაღლითობის ინდექსი აჩვენებს იმას, რომ ჩინეთი არის ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა კიბერშეტევების მიმართ. ბოლო კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ DeepSeek-მა ვერ შეძლო კიბერშეტევების მოგერიება და დაბლოკვა, განსხვავებით სხვა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებისგან, რომლებმაც ყველაზე მინიმუმ ის შეძლეს, რომ ნახევრად მაინც აირიდეს თავიდან კიბერშეტევები და ევროკავშირის ქვეყნების მონაცემთა დაცვის სააგენტოებში აცხადებენ, რომ თუ მომხმარებლებს მაინც სურთ DeepSeek-ის გამოყენება, ისინი უნდა ფრთხილობდნენ და აქცევდნენ ყურადღებას იმას, თუ რა ინფორმაციას აწვდიან DeepSeek-ს და სწორედ ამიტომ დაიწყო DeepSeek-ის შესახებ გამოძიება ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთმა უკვე დაიბარა ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან DeepSeek-ის შექმნასთან და დაიწყება მათი გამოკითხვა, ხოლო იტალიაში მონაცემთა დაცვის სააგენტომ სრულად აკრძალა DeepSeek-ი, დაბლოკა ქვეყანაში და მიზეზად სახელდება სწორედ მონაცემთა დაცვის უსაფრთხოება და ასევე ეროვნული უსაფრთხოებაც.